მოგესალმებით მეგობრებო. დაახლოებით თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც სირიაში ჩამოაგდეს ასადის ხელისუფლება, დამთავრდა ამით ასად დინასტიის დაახლოებით 50 წლიანი მმართველობის პერიოდი და ჩვენ ახლა მეტი დრო, მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ პატარა პერიოდის გავლის შემდეგაც, თუნდაც პირველადი მნიშვნელოვანი ანალიზი გავაკეთოთ იმისა, თუ რა მოხდა, რა უბიძგებდა, რა უძღოდა წინ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რატო არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის და რა როლს ასრულებდა და ასრულებენ ჯერ კიდევ დიდი ქვეყნები ამ პროცესში. ალბათ პირველი თავიდან უნდა დავიწყოთ მაინც მიზეზებით და პირველი მიზეზი მაინც არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომში ასადის დინასტია ან ასადი თვითონ მისი თავისი მმართველობით სრულად არ დამარცხებულა, როგორც ვიცით, ის ჩამოგდებამდე მართავდა ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილს, თუმცა ეს არ მოიცავდა იმ საზღვრებს, რომელშიც საერთაშორისოდ არის აღიარებული სირია და ქვეყნის სხვადასხვა წერტილში იყვნენ დაჯგუფებები ან სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ნახევრად ავტონომიური ან სრულად დამოუკიდებლობის მქონე, de facto დამოუკიდებლობის მქონე ხალხები, რომელიც არ ემორჩილებოდნენ დამასკოს. მათ შორის არიან ქურთები, მათ შორის არიან სუნიტები, რომელიც იდლიბის პროვინციაში იყვნენ. იდლიბი არის ჩრდილოეთ დასავლეთით, პირდაპირ ესაზღვრება თურქეთს და გასაგებია მათ თურქეთის დიდი გავლენა იყო, რომელზეც ჩვენ კიდევ პრომეც ვისაუბრებთ ამ ვიდეოს მეორე ნაწილში. და აი ამ ფაქტმა, რომ სრულად ვერ მოხერხდა გაკონტროლება ასადის მიერ მთელი სირიის, როგორც ეს იყო 2011 წლამდე, სანამ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა სირიაში, მაინც ტოვებდა იმის ეჭვს, რომ მისი მმართველობა არის მყიფე, რომ ყველაფერი ესე მარტივად არ დასრულებულა, როგორც ამას ხატავდნენ თვითონ მისი მომხრეები და მისი მოკავშირეები, პირველ რიგში რუსეთი და შემდეგ უკვე ისლამური რესპუბლიკა, ორი მნიშვნელოვანი მოკავშირე ასადის მმართველობისა. მართლაც ზუსტად იდლიბის პროვინციიდან დაიწყო აი ეს მოვლენები დეკემბრის, როდესაც ძალიან მარტივად დაახლოებით 7-10 დღეში მოხდა უკვე ასადის დინასტიის ხანგრძლივი მმართველობის სრულად ჩამოშლა. მეორე მიზეზი ალბათ ის არის, რომ არც რუსეთს და არც ირანს არ შეეძლოთ სირიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენა, როგორც ეს იყო თუნდაც 2010-იან წლებში, როდესაც სამოქალაქო ომის დროს, მაგალითად 2015 წლიდან განსაკუთრებით უკვე რუსეთის ჩაერთო ასადის მხარეს ამ ბრძოლაში, მანამდე უკვე ირანელებიც იყვნენ ჩართულები, ირანის მოკავშირეები, ჰეზბოლა მაგალითად და ასე მოხერხდა ასადის მმართველობის გადარჩენა 2015-16 და უკვე 2017 წელს უკვე აშკარა იყო, რომ ასადის დინასტია გადარჩა და ის საკმაოდ, ასე ვთქვათ, სტაბილურ ძალას წარმოადგენდა 2017-18 წლებისთვის. რატო ვერ მოხერხდა იგივეს გაკეთება დღეს? პირველი მიზეზი მაინც არის ის, რომ რუსეთის ინტერესში, რა თქმა უნდა, სირია შედის, უმნიშვნელოვანესიც შეიძლება ითქვას არის ქვეყანა რუსული ინტერესებისთვის ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გასავრცელებლად და მართლაც რუსეთს ჯერ კიდევ ორი ბაზა აქვს სირიის ტერიტორიაზე, ტარტუსში და ჰმეიმის ბაზა, ანუ ერთი არის საზღვაო, მეორე არის სახმელეთო, ასე ვთქვათ, ჯარებისთვის და აი ამ ორი ბაზის კომბინირებით რუსეთი
ახერხებდა, ასე თქვა, თავისი გავლენის გავრცელებას თბილ წყლებში, რასაც პრინციპში რაც იყო ისტორიულად რუსეთის სხვადასხვა იმპერიის ამბიცია, რომ გასულიყვნენ თბილ წყლებში იმ ადგილებში, სადაც უფრო მეტი ვაჭრობა არის, მეტი სიმდიდრეა, სადაც სოფლიო დონის სავაჭრო გზები გადის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მეტიც ამ ორი ბაზით რუსეთი მარტივად ახერხებდა თავის გავლენის გავრცელებას უკვე აფრიკის ტერიტორიაზეც, იმიტომ რომ აფრიკაში ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს როგორი მზარდი სავაჭრო, ეკონომიკური და უკვე სამხედრო პოლიტიკური ინტერესები გააჩნია და გეოგრაფიული სიშორის და გამო რუსეთსა და აფრიკას შორის სირია წარმოადგენდა ერთგვარ გამაერთიანებულ დამაკავშირებელ წერტილს და ეს ორი ბაზა, რომელიც სირიაში ქონდა რუსეთს, ჯერ კიდევ ფორმალურად აქვს, წარმოადგენდა ესე ვთქვათ დამაკავშირებელ პუნქტს იმისათვის, რომ მარტივად მოხერხებულიყო აფრიკის მნიშვნელოვან წერტილებამდე მიღწევა. მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 22 წლიდან, როდესაც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. ეს ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, არ მიიჩნეოდა რუსეთში როგორც ომი, რომელიც გაგრძელდებოდა წლების განმავლობაში. მაინც თავდაპირველი გათვლა იყო ხანმოკლე ომისთვის. სხვადასხვა გათვლები არის 3 დღე, 5 დღე, 7 დღე, 1 თვე, მაგრამ ფაქტია, რომ არამხოლოდ 3 წელი მაგალითად და როგორც ჩანს, უფრო მეტხანსაც გაგრძელდება. და ამიტომაც ის მთელი ეს რესურსები, რაც რუსეთს გააჩნია, სამხედრო და ეკონომიკური, პოლიტიკური, ეს ყველაფერი არის გადატანილი უკრაინის ფრონტზე, უკრაინის გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, საკითხებზე. მათ შორის მთელი რესურსების გადატანა სირიის ბაზებიდან უკრაინის ფრონტზეც. იგივე პროცესები მიმდინარეობს სხვა რუსულ ბაზებზეც, თუნდაც აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გარკვეულწილად მოხდა პრიორიტიზირება იმ ინტერესების, რაც რუსეთს გააჩნია. გასაგებია სირიას მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინა ბევრად მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანა არის, ის მეზობელია, ის ისტორიულად რუსული ინტერესების და რუსული იმპერიის ნაწილი იყო ყოველთვის და რუსეთს სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, ასე ვთქვათ, უკრაინისადმი და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთელი ეს რესურსები, რაც რუსეთს გააჩნია, არის გადატანილი და იყო გადატანილი უკრაინის ფრონტზე. რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია შემდეგი რამ, როდესაც სირიაში ვითარება უკვე იძაბებოდა, პრინციპში 24 წლის განმავლობაში უკვე ჩანდა ამის ნიშნები, რომ კონტროლი დამასკოდან, ასე ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ემორჩილებოდა, ასაც იყო მყიფე, რთული იყო რეფორმირება საჯარის შენაერთების თუ ეკონომიკის, რადგან სანქცირებული ქვეყანა იყო და ჯერ კიდევ არის და რთული იყო რამის აშენება პრინციპში მანდ, რადგან იყო კორუფცია, რადგან ნარკოტიკების წარმოების ძალიან დიდ წერტილს ცენტრს პრაქტიკულად წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთ, არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ზღუდავდა იმას, რომ შენ შეგძლებოდა, ესე ვთქვათ, გაგიძლიერებინა ასადის მმართველობა. აი ამის ფონზე რუსეთის რესურსები გადატანილია სხვაგან და აი ამ კრიტიკულ მომენტში, რა თქმა უნდა, როდესაც შენ გიწევს უკვე არჩევანის გაკეთება, შენ ერჩევ უკრაინას და არა სირიას. მეორე მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ირანის პოზიციების დასუსტება ახლო აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც ღაზაში ომი დაიწყო, 23 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პრაქტიკულად ჩვენ ხედავდით რას, რომ
ის წინააღმდეგობის ღერძი, რომელიც რომელიც ისლამურ რესპუბლიკას წარმატებით ჰქონდა შექმნილი და მთელ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ნელ-ნელა მოიშალა. პირველი რა თქმა უნდა ჰამასი, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღო და ჯერ კიდევ არის უკიდურესად დასუსტებული ისრაელის შეტევების შედეგად. მეორე 24 წლის განმავლობაში ისრაელმა პრაქტიკულად სრულად მოახერხა, თითქმის სრულად მოახერხა ჩამოშლა იმ სტრუქტურის, რომლის გარშემოდაც აგებული იყო ჰეზბოლა და ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის, ასე ვთქვათ, სამხრეთ ნაწილში არის, ასე ვთქვათ, მოძლიერებული. პირდაპირ უნიშნელოვანესი მოკავშირე არის ისლამური რესპუბლიკისა და პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ 24 წლის განმავლობაში მოხდა როგორც ჰამასის, ასევე ჰეზბოლას უკიდურესი დასუსტება. ამას რა თქმა უნდა ემატება ისიც, რომ თვითონ სირიაშიც ირანელების დიდი გავლენის მიუხედავად მათაც არ გამოუვიდათ, ასე ვთქვათ, დარწმუნება ასადის და მისი მომხრეების. და ალბათ შეუძლებელიც იყო გარკვეულწილად, რომ რეფორმები ჩატარებულიყო, მოხდარიყო, ასე ვთქვათ, კორუფციისგან მეტად გათავისუფლება ქვეყნის, ან სახელმწიფო სტრუქტურების და მოხდარიყო მზადება იმისათვის, რომ კრიზისის შემთხვევაში ქვეყანა მეტად ადეკვატურად მოახერხებდეს, ასე ვთქვათ, გამკლავებას არსებულ პრობლემებთან. აი ამის ფონზე, როდესაც ისლამური რესპუბლიკის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, ასე ვთქვათ, ძირფესვიანად დასუსტებული იყო, პირველ რიგში გულისხმობ წინააღმდეგობის ღერძს. მეორე ასევე ის, რომ უშუალოდ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარეობდა პირდაპირ შეტაკებები, პრინციპში ორ-ორჯერ დაუბომბავთ ერთმანეთი და ისრაელმა დამატებით კიდევ რამდენჯერმე მოახერხა ირანის ტერიტორიის დაბომბვა. ნათელი გახდა, რომ ირანი ვერ მოახერხებდა უკვე ასეთ აქტიურ მხარდაჭერის აღმოჩენას სირიისთვის, როგორც ეს იყო 2011 წლიდან. ჰეზბოლა დასუსტებული იყო და ჰეზბოლას არ შეეძლო ამის გაკეთება, არც ჰამას. ჰუსიტები შორს არიან იემენში, მათ მხოლოდ საჰაერო თავდასხმებით შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ისრაელს გავლენის მოხდენა, თუმცა მაინც ეს მინიმალური ხასიათისაა და პრაქტიკულად მოხდა ის, რომ ვერც ირანმა და ვერც რუსეთმა ვერ მოახერხეს დახმარების გაწევა თავისი მოკავშირისთვის, ზუსტად იმის გამო, რომ მათი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალა, ან მოდით ასე ვთქვათ, მათი პოზიციები დასუსტა და მათი ყურადღების ცენტრი გადავიდა სხვა მიმართულებით და ზუსტად აი ამ მომენტში უკვე გამოიყენა კოლექტიურმა დასავლეთმა, თურქეთმა, ნაწილობრივ ისრაელმაც, რომ საბოლოოდ დაესუსტებინათ ასადის მმართველობა და როგორც ჩანს, როგორც ამბობენ, პრინციპში სხვადასხვა წყაროების მიხედვით, რაც ზოგადად ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომია, არც ელოდნენ იმას, რომ აი ესეთი სრული ჩამოშლა მოხდებოდა. მაგრამ აი მიზეზები, ფუნდამენტური მიზეზები თუ რატომ მოხდა ჩამოშლა ამ მმართველობისა ასადის, ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მისი მნიშვნელოვანი მოკავშირეები, რუსეთი, ირანი და ირანის მჭიდრო მოკავშირე ჰეზბოლა მათ არ ეცალათ, აღარ შეეძლოთ და არ უნდოდათ პრინციპში უკვე დახმარების გაწევა. აი ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, გამარჯვებული არის თურქეთი, ისრაელი და ზოგადად კოლექტიური დასავლეთი, რომელიც პრინციპში მხარს უჭერდა ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგებს 2011 წლიდან. თურქეთი არის ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებული ამ შემთხვევაში, რადგან მას აქვს უზარმაზარი ინტერესები სირიაში, ეს პირველ რიგში ეხება უსაფრთხოებას, გრძელი საერთო საზღვარი, დიდი რაოდენობა
სირიელებისა, რომელიც ომის შედეგად გადავიდნენ თურქეთში საცხოვრებლად და ეს ქმნიდა ძალიან დიდ პრობლემას თურქეთში, ანუ შიდა პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა და მეორე, რა თქმა უნდა, არის ის კიდევ ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ან თურქეთის ინტერესებისა არის ის, რომ სირიის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილში არის ქურთული პრაქტიკულად უკვე ნახევრად სახელმწიფო, რომლის მხარდამჭერები არიან ამერიკელები, თურქები ამას ეწინააღმდეგებიან და ეშინიათ, რომ თუ მან შეიქმნა თუნდაც ავტონომიური სახელმწიფო, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს თურქების ქურთებზე, რომელიც საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ და ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ქურთების მან და ამიტომაც თურქეთი არის პირდაპირ დაინტერესებული იმაში, რომ სირიაში ქურთების ავტონომია არ არსებობდეს და დღეს ვხედავთ, რომ როგორ მიმდინარეობს ასე ვთქვათ ბრძოლები, პირდაპირ სამხედრო შეტაკებები ქურთებსა და სირიის ეროვნული არმიას შორის, რომლის მხარდამჭერი არის თურქეთი. პრინციპში თურქეთის ინტერესში შედის ასევე ეკონომიკური საკითხებიც, ვაჭრობა, ეს არის ტრანზიტი სირიით, სხვა ახლო აღმოსავლეთის სხვა წერტილებამდე და ამიტომაც რუსეთის და ირანის გავლენების შემცირებით თურქეთი გამოდის ამ შემთხვევაში გამარჯვებული და მართლაც რო გადავხედოთ თურქეთის მდგომარეობას ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან საინტერესო სურათი იხატებოდა, რომ 2008 წლიდან უხეშად, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ასე მოხდა უკვე პრაქტიკულად ოფიციალურად 20%-ის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, თურქეთი ხედავდა ერთ რამეს, რომ კავკასიაში რუსული გავლენა უფრო მეტად ძლიერდებოდა. 2014 წელს უკვე ხედავთ, რომ ყინიმის ანექსია მოხდა, 2022 წელს მოხდა უკვე შეჭრა სრულად უკრაინის ტერიტორიას და აზოვის ზღვის პრაქტიკულად რუსეთის ტბად გადაქცევა და ასე შემდეგ. და ამ პარალელურად მიმდინარეობდა უკვე სირიაში რუსული გავლენის მატება სამხედრო ბაზების გაძლიერებით და ბაშარ ალ-ასადის დინასტიის გადარჩენით, ხო? და პრაქტიკულად თურქეთი იყო ორივე მხრიდან მზარდი რუსული გავლენის გარშემო, ასე ვთქვა და ამას რა თქმა უნდა ემატება ის ტრადიციული გავლენა, რაც რუსეთს ჰქონდა თურქეთ-სომხეთის საზღვარზეც. და აი ამ ფონზე, ამის ფონზე ახლა რთულია იმის თქმა, რომ თურქეთი ახლა ესეც ალყაში იყო, მაგრამ გარკვეულწილად ესეთი ასე ვთქვათ, რუკის ასეთი წაკითხვა ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თურქები ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსები პრაქტიკულად ყველა მხრიდან ზდიდნენ თავის გავლენას და რა თქმა უნდა, სირიაში რაც მოხდა, ანუ ირანის და რუსეთის გავლენის ასე ვთქვათ შემცირება თუ სრულად ასე ვთქვათ მოშორება ამ ქვეყნიდან პირდაპირ აძლიერებს თურქეთის რესპუბლიკას. ახლა რაც შეეხება სირიაში, უშუალოდ სირიაში მიმდინარე პროცესებს, ძალიან საინტერესო ვითარებაა. ის ძალები, რომელიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაინც დავარქმევდი ამ გარკვეულ კოალიციას, იმიტომ რომ მან ერთი სახელწოდებით კი არის ცნობილი ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს კოალიციად, რადგან მან ბევრი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება შედის, რომელიც 2011 წლიდან იბრძოდა და მომდევნო წლებში განიცადა ევოლუცია და იმალებოდა სირიის სხვადასხვა წერტილებში, პირველ რიგში იდლიბის პროვინციაში და საკითხი თავი პრობლემა დღეს ესეთი არის, რამდენად მოახერხებს ახალი ხელისუფლება მთლიანად ტერიტორიის, ასე ვთქვათ, გაკონტროლებას, ეს ერთი, მეორე, რამდენად მოხდება რელიგიური და, ასე ვთქვათ, კონფესიური და ეთნიკური მრავალფეროვნების
სასიკეთოდ გამოყენება, შეიძლება ასე ითქვას, როგორ მოხერხდება მშვიდობის შენარჩუნება, როდესაც ახალი ძალა პრაქტიკულად ისლამისტურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ამბობს, რომ პრინციპში ჩვენ არ მივეკუთვნებით რადიკალურ მიმართულებას, ჩვენ ვართ ზომიერი ზომიერი ისლამის მიმდევრები და ჩვენ გვინდა სხვაგვარი სირიის აშენება, სირიის, რომელიც იქნება ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი, ყველა ერთს ექნება და რელიგიურ, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობებს ექნება თუფლება თანაბრად მიიღო მონაწილეობა ქვეყნის აშენებაში. რამდენად მოხერხებადია ეს? პირველმა თვემ უკვე გვეჩვენა ის, რომ დაძაბულობა არის საკმაოდ მაღალ დონეზე. იქნება ეს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, უშუალოდ ისლამის მიმდევრებს შორისაც, სუნიტებსა და შიიტებს შორის, ალავიტებსა და სუნიტებს შორის და თვითონ თავარი პრობლემა მაინც არის ის, როგორ მოხერხდება მაგალითად ქურთების და ალავიტების შერწყმა აი ამ ასე ვთქვათ საერთო სირიულ სახელმწიფოში, ხო? ბაშარ ალ-ასადი ალავიტი იყო, მისი მოკავშირეები, ანუ მისი ასე ვთქვათ მმართველობის საფუძველს ზუსტად ალავიტები წარმოადგენდნენ. ეს ის რელიგიური ჯგუფია, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, რომელიც სირიის სანაპირო ზოლში ცხოვრობდა ძირითადად, თუმცა აი ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს უკვე ქვეყნის შიგნითაც მომრავლდნენ ალავიტები, პირველ რიგში დამასკოში და დამასკოს გარშემო და მართლაც აი ყველა ის მმართველობის შტო, რომელზედაც იდგა ასათა დინასტია, პირველ რიგში ეს უსაფრთხოების დანაყოფები, ჯარი და უშიშროება და ასე შემდეგ, ყველა ძირითადად შედგებოდა ალავიტებისგან. ეს ეზოტერიკული, ასე ვთქვათ, რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც პრინციპში ითვლებიან შიიტებად, მაგრამ გარკვეულწილად ჩამოშორდნენ იმ კლასიკურ შიიზმს, რომელიც დღეს არის ასე ვთქვათ, დომინანტური რელიგიური მიმდინარეობა ირანსა და ერაყში მაგალითად და ბევრად განსხვავებული ფორმა, უფრო შემსუბუქებული ფორმა, თავისი გარდაქმნებით და თავისი სიახლეებით გულისხმობ ალავიტებს და აი ამ ალავიტების ჩამოშორებით ხელისუფლებიდან და ალავიტები არ წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას სირიაში, მაინც ესენი იყვნენ სუნიტები, ნაკლებად კლასიკური შიიტები. აი როგორ მოხერხდება აი ამ ალავიტების შერწყმა ამ საერთო სირიულ სახელმწიფოში, რადგან ალავიტებისადმი სიძულვილი საკმაოდ გავრცელებულია იმის და გამო, რომ ესენი მართავდნენ პრინციპში სირიას აწლევლების განმავლობაში. აი ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, იმის თქმა თუ რა მოხდება დანამდვილებით სირიაში ძალიან რთულია, მაგრამ ნაკლებად არის იმის შანსი, შესაძლებლობა, რომ სირია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ იმ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ჩვენ ვიცით, არსებობს სირია და ნაკლებად შესაძლებელია, რომ აი ყველა ეს კონფესიური და ყველა ეს ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესე მარტივად შეერწყავს ახალ ხელისუფლებას. შანსი არის, მაგრამ საკმაოდ დაბალი არის, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ თუ რა მოხდა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, სადაც მოხდა ძალადობით, ასე ვთქვათ, რეჟიმების შეცვლა, იქნება ეს უცხოური ძალის დახმარებით თუ ქვეყნის შიგნიდან, ყოველთვის ეს თავდებოდა ეთნორელიგიური ძალადობით და ასე ვთქვათ, არეულობით ქვეყანაში და მართლაც თუ გავითვალისწინებთ აი სირიის გარშემო რა ძალები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს, ეს რა თქმა უნდა დასავლეთიც არის, ეს არის სპარსეთის ყურის მდიდარი არაბული ქვეყნები, თავისთავად ირანი, ნაწილობრივ ჯერ კიდევ რუსეთი,
და როგორც თქვით, უკვე ორი გამარჯვებული ქვეყანა, ეს არის სირია და ისრაელი. ყველა ამ მოთამაშეს ექნება პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ასე ვთქვათ, გავლენა სირიის შიდა პროცესებზე. რაც, რა თქმა უნდა, მაინც არ ქმნის კაც, ანუ ესე ვთქვათ, არ ქმნის ნიადაგს იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ქვეყანა გარდაიქმნება ძალიან მარტივად ტრანსფორმირდება რაღაცა ინკლუზიურ სახელმწიფოდ, სადაც ყველა მოქალაქეს ეს ვთქვათ ექნება შესაძლებლობა, რომ აქტიური და უსაფრთხო როლი შეასრულოს ქვეყნის შენებაში, ხო? ეს ვთქვათ ძალიან დემოკრატიულად და ლიბერალურად რო შევხედოთ, ასე ვთქვათ, ამ საკითხს. რეალობა არის განსხვავებული, გეოპოლიტიკური ინტერესები, ეთნორელიგიური ტეხილები, რაც არსებობს ქვეყანაში, ქმნის ნიადაგს შემდეგი დაპირისპირებებისთვის, ძალადობისთვის პრინციპში და ამიტომაც ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმისგან, რომ სირია ძალიან მარტივად ასადის მმართველობიდან გადავიდეს ახალ მმართველობაში და ყველაფერი, ასე ვთქვათ, დამთავრდეს სასიკეთოდ. ბოლოს, რა თქმა უნდა, დავამატებდი კიდევ ისრაელზე, ანუ ისრაელი, რომელიც ტრადიციულად ალყაში იყო ირანის წინააღმდეგობის ღერძით, იქნება ეს ჰამასი, ჰეზბოლა ჩრდილოეთიდან, სირია ასევე ჩრდილოეთიდან, ჩრდილოეთ აღმოსავლეთიდან. ერაყში ძალიან ბევრი გასამხედროებული, ასე ვთქვათ, დაჯგუფება, რომელიც ფინანსდებოდა და ფინანსდება პრინციპში პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც მხარდაჭერილია ისლამური რესპუბლიკის მიერ. აი ეს ყველაფერი ქმნიდა იმ დაძაბულობის ღერძს, იმ წინააღმდეგობის ღერძს ისრაელის წინააღმდეგ და ერთ წელიწადსა და რამდენიმე თვეში ისრაელმა მოახერხა რადიკალურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც მის გარშემო ტრადიციულად იყო. ჰამასის, ჰეზბოლას დასუსტებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის ჩამოშორებით, წინააღმდეგობის ღერძი ვერ ვიტყვით იმას, რომ სრულად ჩამოიშალა, მაგრამ არის ისე დასუსტებული, როგორც არასდროს თავისი არსებობის ისტორიაში და გარკვეულწილად იწყება ისრაელის თუ არა საუკუნე, არამედ 10 წლეულით შეიძლება, სადაც ისრაელი უფრო დომინანტური იქნება ახლო აღმოსავლეთის აი ამ რეგიონში, ამ ნაწილში და სადაც ის უფრო მეტად უსაფრთხოთაც იგრძნობს თავს, რადგან ირანს არ ექნება მომდენო წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ირანს არ ექნება იმდენი რესურსი და საშუალება, რომ ხელახლა ძალიან სწრაფად აღორძინოს თავის წინააღმდეგობის ღერძი. მას ახლა ბევრად უფრო განსხვავებული, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები გააჩნია, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი უშუალოდ, ასე ვთქვათ, გაზრდილი ამერიკული ზეწოლისგან, რომელსაც ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, მომდენო 4 წლის განმავლობაში და აი ამის ფონზე ისრაელი უფრო მეტ თავისუფლებას იხილავს საგარეო პოლიტიკური კუთხით, პირველ რიგში უსაფრთხოების კუთხით, რადგან რადიკალურად შეიცვალა ის გარემო, რომელშიც ქვეყანა ოპერირებდა აწლევლების განმავლობაში.